2011 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები 10 საგანში ჩატარდება და სწორედ მისი შედეგები გახდება სკოლაში მიღებული განათლების დონის გამსაზღვრელი. ეს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ განსახორციელებელი კიდევ ერთი ახალი რეფორმის მოკლე შინაარსია, რომელიც ძალაში 2011 წლიდან უნდა შევიდეს. ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მაშინ გამოვიდა, როცა ის ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრას მართავდა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ახალი რეფორმა ხელს შეუწყობს საბაზისო ცოდნის გაღრმავებას. ყველა მოსწავლე, რომელიც დაამთავრებს სკოლას, ატესტატის მისაღებად ცხადდება საგამოცდო ცენტრში, აბარებს გამოცდებს სავალდებულო საგნებში, უნდა გადალახოს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი და ადასტუროს, რომ მას აქვს რაღაცა საბაზისო ცოდნა, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ღრმა ცოდნა ჰქონდეს ამ კონკრეტულ საგანში, ამის შემდეგ მიიღოს ატესტატი. გიამორღულია იმ სკოლის დირექტორთა სიაშია, რომლებიც ახალ ინიციატივას მხარს უჭერენ. მე ვარ აი ამ ცვლილებების მომხრეთა შორის, უნდა გითხრათ. ვფიქრობ, რომ ეს ახალი გადაწყვეტილებები ზოგადი განათლების მნიშვნელობას გაზრდის. ადამიანს საზოგადოდ სჭირდება საბაზისო განათლება, რაც მომავალში მის ცხოვრებას განსაზღვრავს. ოპოზიციური პარტიის წევრები მოსწავლეებისთვის საბაზისო ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვას მიესალმებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ რეფორმის 2011 წლიდან ამოქმედება ნაადრევია. ის, რაზეც საუბრობს დღეს ხელისუფლება და რაზეც საუბრობს მინისტრი შაშკინი, ყველა თემა მინდა გითხრათ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც ყველა საგნის ჩაბარება და ზოგადად სკოლის ფუნქციის დაბრუნება დაიწყეს უკვე მომავალი წლიდან. მე ვფიქრობ, რომ ჯობდა კარგად გაგვეაზრებინა და დღეს მე-9 კლასში მყოფი ან მე-8 კლასში მყოფი ბავშვებისთვის გვეთქვა, რომ და პედაგოგებისთვისაც გვეთქვა, რომ თქვენ 4 წლის შემდეგ მოგეთხოვებათ ყველა საგნის ცოდნა, რასაც შეიძენთ სკოლაში და გამოსაშვები გამოცდები გექნებათ ჩასაბარებელი, ვიდრე ის, რასაც დღესაც ვეუბნებით, რომ მომავალ წელს თქვენ მოგთხოვენ მხოლოდ ელემენტარულს და მინიმუმს. ეს არ არის თავისთავად ძალიან არასწორი მიდგომა. მასწავლებლები და მშობლები აცხადებენ, რომ 1 და 2 წელი არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ბავშვი გამოცდებისთვის შესაბამისად მოემზადოს. ჯობია ის საგნები ჩავა, რომელიც მათ სჭირდება და საერთოდ განათლების რეფორმა არ მომწონს. მომხრევა რეფორმის. მხოლოდ ეს უნდა წავიდეს ნელ-ნელა. ცოდვები არიან ბავშვები, როგორ შეიძლება მე-9, მე-10, მე-11-ს ეს შეუტანონ. 10 გამოცდა ნამდვილად მოსწავლეების აზრი ორად გაიყო. ზოგი მათგანი თვლის, რომ გამოცდებისთვის შესაბამისად მომზადებას ვერ მოასწრებს. ზოგი კი ახალ რეფორმასთან შესახვედრად ბეჯითად ემზადება. იმიტომაც არ ვემხრობი, რომ ბევრი ისეთი საგანია, რომელიც მიჭირს. არ არის სწორი, იმიტომ რომ ბავშვებს უწევთ ყველა გაკვეთილი სწავლა. როგორ ფიქრობ, არ უნდა ისწავლოს ბავშვებმა ყველა გაკვეთილი? კი, მაგრამ ყველას ერთნაირად ვერ სწავლობს ყველა ბავშვი. შეძლებს ჩაარა რა? კი. მე მგონი რომ კარგი არის რა, იმიტომ რომ ყველა საგანი არის აუცილებელი იმისთვის ზოგადი განათლებისთვის, რომ უნდა ჩააბარო, იმიტომ ყველა რომ სკოლაში გარკვეული მხოლოდ და მხოლოდ რაღაც საგანებს არ სწავლობდე მეტად. კარგი არის. მომავალი აბიტურიენტები გამოცდების 10 საგანში ჩაბარებას ვერსად გაექცევიან. ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ განათლების ახალი მინისტრის ახალი რეფორმა შედეგს ამჯერად მაინც გამოიღებს.